Კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს დღევანდელი სხდომა. შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, ახალ ინიციატივებს, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილება, მთავრობის ინიციატივა დასკვნა ინიციირების ეტაპზე დადებითია წამყვანი კომიტეტი ეკონომიკური პოლიტიკის სოფლის მეურნეობის სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, შემდეგი გახლავთ რაჭის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ კანონის ცვლილება. პაკეტი გახლავთ ეს ადმინისტრაციული ახლავს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი სავალდებულო დასკვნისთვის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის და საფინანსო საბიუჯეტო. ბატონო, მეოთხე საკითხი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის ცვლილება. აქაც დადებითია ინიციირების ეტაპზე დასკვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი. ბატონო, შემდეგი ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილება. ესეც პაკეტი გახლავთ, აქაც დადებითია ინიციირების ეტაპზე დასკვნები საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი კომიტეტის სტატუსით. ბატონო, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, წარმოდგენილი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას მიერ რეგისტრაციისთვის საპარლამენტო უმრავლესობის განახლებული სია, გთხოვთ ხელისაწვევით გავატაროთ რეგისტრაციაში, მადლობა. ვადების გახანგრძლივება არის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე საკითხები, სხვადასხვა კომიტეტის მომართვა, კანონპროექტების და ანგარიშების განხილვის ვადების გასაგრძელება, გთხოვთ ამას მხარი დაუჭიროთ, მადლობა. მერვე საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინება, მეგობრობის ჯგუფთან დაკავშირებით. აზორ ბოლქვაძეა ქვეყნებში დამატებული. კი ბატონო, და არის ქვეყნები შეტანილი. ესეც უნდა დავამტკიცოთ, გთხოვთ, მადლობა. ცნობად ვიღებთ საპროცესო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციას საპროცესო საკითხთა კომიტეტზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის აკაკი ალადაშვილის არჩევის შესახებ, უსურვებთ მას წარმატებას. ასევე ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების მომართვას ვახტანგ თურნავას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განხილვისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. ასევე ცნობად ვიღებთ კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშზე. ასევე მთავრობის მხრიდან განკარგულებით არის პარლამენტისთვის წარმოდგენილი ანგარიშები, რამდენიმე, რომელიც გადაეცემა ადამიანის უფლებათა კომიტეტს და ბოლო ინფორმაცია გახლავთ ლობისტის ანგარიში ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ესეც ინფორმაციისთვის. სხვა საკითხები თუ არ არის, ჩვენ იცით რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებასაც პლენარული სხდომები არ იმართება, თუმცა საკომიტეტო მუშაობა მიდის, მათ შორის ახალი ინიციატივებიც შემოდის, რომელსაც კომიტეტები განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში შეგატყობინებთ ბიუროს სხდომა თუ იქნება საჭირო, ჯერჯერობით არ იკვეთება ეს საჭიროება და სხვა მხრივ კომიტეტების ფორმატში გთხოვთ რომ გააგრძელოთ მუშაობა. დღევანდელი სხდომა დახურულია.